გამარჯობათ ბავშვებო, თქვენ ხართ არხზე აკო და პრინცესები. დღეს მე მქონდა გაკვეთილად უზარის დაბადების დღე. მოდით წავიკითხოთ. აი ესეთი. ესეთი მისალოცი ბარათებით. აბა წავიკითხოთ და ვნახოთ როგორ როცავთ. უზარი დაბადების დღისთვის ემზადება. მხიარულ ბეჰემოთს უზარს მალე დაბადების დღე ექნება. მას ბევრი საქმე აქვს. მეგობრებს ბიბის და რინოს მოსაწვევი ბარათები უნდა გაუგზავნოს. ძვირფასო ბიბი, გთხოვ დაბადების დღეზე მეწვიო შენი მეგობარი უზარი. უზარმა ორი წერილი მიიღო. ძვირფასო უზარ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სიამოვნებით გესტუმრები შენი მეგობარი ბიბი. ჩემო მეგობარო, გილოცავ დაბადების დღეს. ბედნიერებას გისურვებ. ბეჰემოთი რინო. და მეორე დღეს ჩემი დაბადების დღეა. და ბავშვებმა აი ასეთი ბევრი წერილები მომწეს. აჩუქეს მე. ვითომ პოსტიდან მომწეს სამდენი. რამბავი. ბავშვებო, ერთი მე გავაკეთე. იყო ამ ხელაზე ამოწეული. კიდე კაი სხვებმა მოიტანეს კონვერტებით. მოდი დავიწყოთ დიდი. თან ვინ გაჩუქა ესეც ვთქვათ. აქ აწერია ბავშვებო. ძვირფასო ანა, გილოცავ დაბადების დღეს. შენი კლასელი გიო. გიოს უღრმესი მადლობა. ასეთი ვარდები. აქ არის გასაფერადებლები და ყველა აქვს გაფერადებული. მოდი დავათვალიერებინოთ ბავშვებს. ცოტა აქ არა დაფერადებული. და მაინც მახსოვს რაღაცა მე ცოტა დავათვალიერე და გიოს დავათვალიერებინე რაღაცა კიდე დამიწერა. კიდე აქვს კიდე წარწერა. ეს ნახე რა ლამაზად არის გაფერადებული. სადღაც ანა გილოცავ დაბადების დღეს. სავარაუდოდ. აი ამაზე. ძვირფასო ანა გილოცავ. ძალიან. ესენი ტიტები არის ესეთი და აი ლამაზი პეპელა და ჭიამაიაზის. მეტომ მქონდეს ესეთი. ანკა. კარგი, აბა შემდეგი გულში. შემდეგი ვნახოთ. კარგი. მოდი ეს ვეთქი. ჩვენ რა თქმა უნდა ბავშვებო ამ წერილებს შევინახავთ და დიდები რომ იქნებით უკვე ძალიან დიდები, აი მაშინ გაჩვენებთ. მანამდე უყურეთ ვიდეოს. აბა რა წერია? მიყვარხარ მეგობრულად. მადლობა. აი ესეთი წარწერა ლამაზი ცისარტყელით, გულით. აბა სმაილები. ძალიან კარგი. აბა შემდეგი. ყველაფრისთვის ბავშვებო მადლობა. აგერ კიდე. ესეც ძალიან საინტერესოა. ანა. რა ლამაზად არის გაკეთებული, ნახეთ. ანა. ოჩახ. ეს ალბათ დიდის დაწერილია ნამდვილად. იმიტომ რომ ჩემი ანა გილოცავ დაბადების დღეს. ანა გილოცავ დაბადების დღეს. ბედნიერებას, კარგ სწავლას გისურვებ. ათოსანი გოგო იყო და მე და შენ კარგი მეგობრები ვიყოთ. გისურვებ ყველაფერს კარგს. ანა, შენი მეგობარი ლუკა. ლუკას ძალიან დიდი მადლობა ლუკას და მის დაიკოს. ლუკა თვითონ ბიჭია და მისი და უფრო დიდია.
მაგერ კიდე ერთი. ნახოთ. ოჰო. ეს ალბათ თოვლია, ხო, სავარაუდოდ თუ წვიმა ნეტა? წვიმა, იმიტომ რომ აქ ბალახია. კარგი, მაშინ წვიმიანი და სახლში არის ანა თბილად და ტკბილად ალბათ, ხო? შემცირდაში. კარგი, აბა მეორე მხარეს არაფერი არ აწერია. კარგი. შემდეგი. Так. ეს. პირველი. Ну, кайია. ჩემო ძვირფასო ანა, გილოცავ დაბადების დღეს და გული. აი ეგ გული აქვს მეხატა. შეიძლება დაკაც რაღაცა დაეხატა, მაგრამ იყოს მე რა ვხატა მაგერაც. და ესეთი. ეს გული იდო ამ კონვერტში. ეს გულები ახატია მარტო მეტი არაფერი. მარტო გულები მეტი. ესეთი წითელი. და გავუსნა. შეხედეთ, გონი ეს მე ვარ. ვუშტით, ლამაზი კაბით, გრძელი თმებით. მართალია მე ესეთი თმები არა მაგრამ იყოს. ძვირფასო ანა, ძალიან მიყვარხარ. აბა ვისი არის ეს? არა აქვს დაწერილი, ვინ მოგცა ეს? არა, ესეთ არ აქვს დაწერილი. აბა მეორე მხარეს იქეთ ვნახოთ. არსად არ არის. ნუ დიდი მადლობა ყველას ბავშვებო. ვინამაც გააკეთა, თქვენ ალბათ ამოიცნობთ ნამდვილად. მე არ მახსოვს. ეს აზუშებდა გოგონა. ლამაზი დახატულია ნამდვილად. ვაუ, რა ლამაზია. ყოჩა, ღურმესი მადლობა ბავშვებო, სამწუხაროდ ყველას არ აწერია. ვინ აჩუქეთ ეს ანას, ამიტომაც ყველას დიდ მადლობას გიხდით. მე და ეს მგონი ყვავილეს ასე. ძალიან კარგი. შემდეგი ვნახოთ. კარგი და ფურცლები კარგად დავათვალიეროთ, შეიძლება კი აწერია ვინც გაჩუქა. ой, რამდენია მაინტერესებს. ვაუ, ძალიან ლამაზი. ანა, ჩემო ძვირფასო ანა, მიყვარხარ, გილოცავ. როგორ? დაბადების დღეს, მაგრამ ვინ არის აუწერია? აგერ აწერია თ ანა და შემორჩა. არა, დაბადების დღეს. დაბადების დღეს აწერია. გილოცავ დაბადების დღეს. კაი, ეს 4. მე-4 მილოცავ. შემდეგი ეს. კარგია. აქ არის 3 გული დახატული ესეთი. ანა გილოცავ დაბადების დღეს. გისურვებ ბედნიერი იყო შენს ოჯახთან. კარგად. ანა გილოცავ დაბადების დღეს. ბავშვი. გონი მე ეს გულები გავიცანი. გაიცანი? მე, ელენე და სვაში აქ. კარგი, გადმოწიება თუ აწერია ვინ გაჩუქა? აი, ანას. ანასაც. ესეთი კონვერტი აქვს გაკეთებული. აი, ყველას დიდი მადლობა. ეს მე ვარ. მოდით, აბა ეს. კაია. ესეთი კაშკაშა სურათი, მზე, ცა, ყვავილები და ეს, რა თქმა უნდა, ანა იქნება. ეს ბალახია. ნუ შენ. ჩემო ძვირფასო ანა. ისე მიყვარხარ? მიყვარხარ ვაწერია. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენც ყველანი ძალიან გვიყვარხართ ბავშვებო და დიდ მადლობას გიხდით. ნახოთ აბა.
ანა 7 წლის. შვიდიანი ცოტა უკუღმა წერია, მაგრამ არა უშავს. მე მგონი მახსოვს ეს უნდა მიწერა. აბა? მათე? მათეს დიდი მადლობა, აი ანას დაუმახსოვრებია. შენი დახატული და დაწერილი. იმიტომ რომ მაცულის აკეთებს. ნუ სავარაუდოდ. დაუწერეთ ბევრი ლაიქები მათეს. ერთი დარჩა. ო, რა ლამაზად გაუკეთებია. ოჩაღ როგორ მოუნდომებია, ნახე. ძვირფასო ანა, გილოცავ დაბადების დღეს. ჩემო ანა, ბედნიერი იყავი, შენი მეგობარი ანასტასია. ანასტასიას დედა რა ლამაზია, ანასტასია, უღრმესი მადლობა. მინდა რაღაცა რომ გითხრათ. როცა მე ვექნება მეორე დაბადების დღე, მე გიხვეწებით დამიწერეთ თქვენი სახელები და კიდე გადავიღებ დამჭერით. შემდეგი კონვერტი, აბა რომელი კონვერტი? შემდეგი იყოს წითელი. ო, აგერავითაც გაკეთებული კონვერტი. აქ არის ყველაფერი ძალიან. აი ეს უკვე ზამთრის ფონია. ნაძვის ხე, ვარსკვლავები, თოვლი, მთები და აწერია ანა. კარგი, აბა შემდეგი. ეს პეპელასანით აქვს გაკეთებული. ანა გილოცავ დაბადების დღეს. ჩვენ სულ საუკეთესო მეგობრები დავრჩებით. სახელი არ აწერია ვინ არის? სახელი არც აქ არ აწერია. სახელი არ აწერია. ნუ ვინცაა დავრჩებით. აი, გონია რომ ეს დიდმა დაწერა. აბა. გონი ძვირფასო ანა, გილოცავ დაბადების დღეს. ჩემო ანა სიყვარულით ელენე, ბედნიერი ყოფილიყავი. აი ესეთი. ნახატი დაგვიხატა ჩვენმა ელენე. მე მყავს 3 ელენე, მაგრამ მახსოვს. ელენეს დიდი მადლობა. ხომ ხელა გულია ნახეთ ბავშვებო. ანა, აგერ გული, ლამაზი. აი მარიამი, ყავს მარიამი ამ ხანაგი? კი. აი მარიამის გაკეთებულია. დახატული აგერ თოვლის ბაღო ესეთი თოვლის. შეიძლება ეს თოლმა დააყარა. მარიამ დიდი მადლობა. ეს თოლმა დააყარა მარიამ. კი. რამხელა სიხარულია ბავშვებო ამდენი წერილების მიღება და წაკითხვა. ჩემო ლამაზო ანა, ძალიან მიყვარხარ. ანა ძვირფასო, გული. აი ესეთი ლამაზი ელზას კაბა აცვია, მე მგონი, იმიტომ რომ ყვითელი თმაც აქვს და რაღაც ნაწნავივით აქვს, ელზას ნაწნავივით და არის ცისარტყელას ქვეშ ეს ყველაფერი სილამაზი. იცი მე ახლა გავაკეთე. აი უყურებ იმ ვიდეოს, როცა მე მქონდა დაბადების დღე, ზუსტად იმერად ვიტირებ ახლა. სიხარულის წრემლებით. ნამდვილად საოცრება. აი ეს ხო საერთოდ, აი მთლიანად არის ბავშვებო შევსებული მთელი ფურცელი. გონი მე აქ სახლი ვნახე ერთი და მეშოვე თვითონ ცისარტყელში. ნუ სამწუხარო რა თქმა უნდა, რომ ყველას არ აწერია სახელები. ეს შემდეგ დღეს ესე თუ არა პეპელა, ესე იქნება. ეს პეპელა მინდა ხატა. ეს კეთი. და კიდე
პლასტელინისგან გამომიწერწა გოგო. ოჩა. ეს მართლა ვერ გავიგე რა არის, რაღაც ასე. ესე თუ ეს. ესე გადმოუტრე. ნუ ვერ გავიგე როგორ არის. ესე გავს სასახლეს და ეს გავს მანქანას. ეს მანქანას გავს ხო და. ეს რო გადმოუტრე. რაღაც გაუგებრად აქვს, მაგრამ მაინც მადლობა, ვინც შეეცადა ანასთვის რომ ესე ამოვნებინა. სადაც არის თავისუფალი ადგილი, მე თვითონ დავუხატე. ოდო. მოსაგესტაც. ლამაზი კონვერტი. ყოჩახ ბავშვებო, ესეთი ლამაზი კონვერტია. ესე იგი გული ბუშტები და ანა გილოცავ დაბადების დღეს. და გოგოთაც. ანა მიყვარხარ. ეს პირველი წერილი. ეს პირველი. აბა აქ რა წერია? ანა მიყვარხარ გილოცავ დაბადების დღეს. ჩვენ სულ საუკეთესო მეგობრები დავრჩებით. არა წერია სახელი ამ საუკეთესო მეგობარს? არა. კარგი. შემდეგ დავწერეთ. ესეც მახსოვს ლუკას დამდა. დედა რა ლამაზი გოგონა, ალბათ ხატვაში დადის. ახლა მიდოდა თქმა ლუკასთვის. ანა სულ ასეთი ბედნიერი იყავი და ასეთი პრინცესა იყავი. ლუკა კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს. ლუკას და მის დაიკოს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ულამაზესი გოგონა არის. აბა კარგად შემოაბრუნე ბავშვებმაც რომ დაინახო. მე პირველად ვუყურებ ესეთ ნახატს. მოდერატორ თქვენ? მეც ძალიან მომეწონა. მე არასდროს არ დამიხატე ესეთი ნახატი. ეხობა დადის ხატვაში. მიყვარხარ ანა. ეს დამამახსოვრდა. აბა ვიღა. ჩემი ფურცე. ეს შენი დახატულია? არა. ეს მგონი მე და ეს ტორტი. ეს ტორტი. ესე იგი ელენეს დახატული. ხო, ეს ელენეს დახატული. მეორე მხარეს ჩემი დახატული. აბა მეორე მხარეს? ანა ლამაზად დახატული შენ. ოჩახში. ნუ შეეცადე რომ ლამაზად გამოსვა. აი ამასაც ლუკა აწერია ბავშვებო და არის აი ხე, პეპელა, ყვავილი აქ პეპელაზის. გონი ამ პეპელამ დახატე ის პატარა პეპელა. ნა, ანა და ნინა. შემდეგი სასილაუს ეს არის ანა. აქ დახატული ლამაზად. გულები, ეს ნაძვის ხე არის ცოტა მაღალზე და ესეთი ლამაზი ნახატი. ეს კონვერტი. ჩვენი წამკითხე. ესეც ანა გილოცავ დაბადების დღეს. ბედნიერი იყავი შენი მეგობარი ანასტასია. ანასტასიას ძალიან ლამაზად აქვს ჭყიალებში გაკეთებული. ყოჩახ და მადლობა. ყველას ბავშვებო თქვენ დიდი სიყვარულით, დიდი სიხარულით ყველა ანას ამხანაგს ვთით მადლობას. ყველას. ახლა წაგიკითხავ ჩემ უსაყვარლეს მარინა მასწავლებლის სიტყვებს. ჩემო ჭკვიანო და მართლა პრინცესა. გილოცავ შენს დღეს. ლამაზი და ლაღი წლები შეგმატებოდეს.
გაიზარდე ჯანმრთელი, ოჯახის სასახელო და ქვეყნის საამაყო შვილი. გკოცნი ჭკვიანს შუბლსა და თვალებში. დიდი სიყვარულით, შენი მარინა მასწავლებელი. გამოვიდა 29. რა თქმა უნდა, ძალიან სათუთად შევინახავთ ჩვენ ამ მისალოც ბარათებს. ახლა ჩვენ უნდა დაგემშვიდობოთ. კარგად ბავშვებო, თქვენ იყავით არხზე აკო და პრინცესების და ლაიკი ბებისვეთის ნანახთან. პაკა-პაკა.